მოგესალმებით. გამარჯობა. ხო, ნუ მე სტატუსი მიუძღვენი და არა მარტო მე, თქვენს ალბათ ბევრი ვილაპარაკეთ ამ თემაზე. ესე იგი, მე სტატუსი ვეღარ უძვნე. დამბლოკეს Facebook-ში. მართლა? სამჯერ დამბლოკეს გინებისთვის. როცა ხარ პრეზერვატივი, ანუ მოღალატე, როცა შენი მამალი ქალების ერთი ადგილით თავით, რა თქმა უნდა, ბლატაობ, არ არის გამორიცხული, რომ ესეთი რამ მოხდეს. მოდი გავუშვათ კადრები და ვინ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, ის ვნახოთ. ვიცანი? შენდა ფაგო. შენ მე ხალი რო გადამატკიჩე შენდა და აი ხალი. ხალი რო გადამატკა ხეთ როგორ ვირჩხარი არ არის? აი მოვუტანე. ტუების გარეშე არ გვაქვს? არ შეიძლება გაშვება ეთქო. რატო შეიძლება? არა პედაგოგიური. არა, ის რაღაცა კანონი. გადავიხდით ჯარიმას, კაცი, ღირს იმათ. ნანახია ყველას. მაინც ჩვენი ეტერიდან რო ისმის, ხო, დავიწყოთ ახლა რა. მე ერთს გეტყვით ბავშვებო, თქვენ რომ ღერი ხართ, აი კორძი რო უკრავს ოა და კოცების დედის ასეც და ისეც. მაგალითად კორძს რო შეხვდეს, არა ვიღაცა აი ზარმატვი გადაკეთებული ტრეკია. კორძს რო შეხვდეს, პროსტა ნაცები უნდა ჩასვა და ეგრე ერგებოდეს. კორძს რო შეხვდეს, ვიღაცა ტიპი, რომელსაც ჩხუბი არ არის უცხო და კორძისთვის ჩხუბია და უთხრას რომ ვინ კოცებს გულისხმობ? დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა, კოცია. იმათ აგინე? მე ვარ კოცი ბოლო. არა, ნუ დავუშვათ მე არ ვარ, მაგრამ ჩემიანები არიან, ხო და მე კოცი ხო, კორძი ხო, კარგი DJ ვერ უპასუხებს ამას. და ქუჩა არ არის გაუქმებული. არა, უსი რას უპასუხებს? რა? რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება. არა, ეს არ მიიღება ეს პასუხი. რა თქმა უნდა არ მიიღება, მათი პასუხი ზოგადად კოლექტივურად. ხო და აი უყურე, ჩემი აზრით დიდი ამბავი არის ეს, რომ საერთოდ მოწმენ ქართულ ქუჩურ რეალობასო ვერ იტყვე, ქართულ რეალობას. Facebook-ის გადმოტანის ცელობა რეალობაშია. კი. და არ Facebook-ზე ხო არ მოგეთხოვება, ხო მიწერ იმაში პირადში მიწერ თუ დატაგავ თუ საჯაროდ შეაგინებ, არ უნდა მოგეთხოვო. მე ვიღაც გოგოსთან შევედი კომუნიკაციაში ამბოლ დროს შევდივარ და შენო ციხეში ამოგალპოყო. რა დავაშავებ მეთქი ისე რომ ციხეში ამომალპო, ანუ დიდი სოკი რომ მომცემეთქი და აიო შენო ესაო ქალები მოყვებიანო შენზე. ეგ გასაგებია, მაგრამ შევიწროება არ იჯდება მეთქი სისხლის სამართლის კოდექსში და შენო ისეთი ნაძრალა ხარ, რაღაცა იქნება გაკეთებულიო და უთხარი ბერიას აქვს ესეთი ნათქვამი. ბილბიჩილავე კასტაცია სიგდან აიზოცა. რუსული იცი მეთქი და მე მომწერა რომ ალბათ შენ უფრო იცი რუსული და რუსებს ელაპარაკები და ნუ სიგიჟე. აი ეს კიდევ იცი რომელი ოპერიდან არის ხალხო რომ მე არ მესმის რას მეუბნებიან. აი კოგნიტიური დისონანსი. არა, ნუ როცა ადამიანს მე ძალიან მარტივი გასაგები, ანუ ჩვენ ხო უნდა რომ ციხეში ვიყო, მე ციხეში რა თქმა უნდა. ციხეში ხო კანონმა უნდა გამიშვას. არა, შენთვის ხო და ზოგადად კოლექტიურად რო შევხედოთ. ჩვენი მხარისთვის ხო კანონი საერთოდ არ ფუნქციონირებს, საერთოდ ჩვენ ადამიანები არ ვართ. ჩვენთვის ყველაფერი შეიძლება რაც მათი გადმოსახედიდან ადამიანის უფლების შემლახავი არის რომ განხორციელდეს ჩვენზე, მათზე რას უკროლია ყველაფერი დაუშვება. აი გერმანიაში შენ არც სიტყვის თავისუფლება არ გაქვს, არც გამოხატვის თავისუფლება, როგორ ბედავრო შენ პოლიტიკურ აზრია და როგორ არსებობ, ხო საერთოდ. კი, მათ შორის როგორ არსებობ, უბრალოდ ჯერ მე მგონი მაგაზე არ მისულან რომ ეგ თქვან ესე ღია და როგორ ბედავრო არსებობ. არა, იქ ვიღაცები იყო რომ ძალიან ველოდები როცა დაემხობა რომ მე მცემ. მაგაზე ვიტყვი მე ერთ გაირამს. მაგრამ მანამდე მცემ რა პრობლემაა. არ შემაწყვეტინოთ, დავიწყოთ. ესე იგი, აი შენ თქვენ დისკურსს განვაგრძობ აი ამ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც ლიბერალიზმი გვთავაზობს და ასევე ამას აქცევს თითქოს თავისუფლების ჩარჩოში. აი ეს ეთიკური რელატივიზმი რა რომ რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს, ხო? რაც ეპატიებოდა გვარამიას ქალზე ძალადობა რომ დაარტყა, არ ეპატიება მაგალითად შალვას. რაც ეპატიება იმას, არ ეპატიება, რაც ეპატიება მომიტინგეს რომ დაწვას პოლიციელი, არ ეპატიება აქედა კოდს რომ შეაგინოს ან პასუხი გასცეს. ხო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს კიდე უფრო რო განვავრცოთ, იმას უყურებდი რაღაც საკითხს, რომ Facebook ცენზურა და ესე იგი რუსეთში ხო სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და რამდენი კაცია თურმე ამაზე დაჭერილი თუ იცით რუსეთში. დაახლოებით 600-მდე. ესე იგი Facebook პოსტზე. და თუ იცით რამდენი კაცია დაჭერილი ბრიტანეთში 600-ი არა 12000-ზე მეტი. იმ დღეს დაიჭირეს Facebook-ის გამო. ნუ არა, Facebook-ი რა სოციალურ მედიაში გარკვეული ძალადობრივი მოწოდება ტერორისტული რამე კი არა.
დაგეგმა კონკრეტული პოზიციის გამოხატვა, რომელიც არ არის პოლიტკორექტული. იმ დღეს დაიჭირეს ესე იგი Telegram რაღაცა ჯგუფის შემქმნელი, რომელიც ამ ანტისაიმიგრაციო კი არა, far right მოძრაობას, რომელიც არ არის არც რადიკალური, არის უბრალოდ ევროსკეპტიკური, რომელიც არის პარტიებია და ისინი არიან, რა ქვია, გერმანიაში და საფრანგეთში. ხო, ანუ ისინი მოდიან მთავრობაში. ეხლა რაღაცა კანონი, ეხლა კარგად უნდა გავეცნო მაგას, კანონი ინიცირება ხდება კი არა, რაღაცა ფორმირება ხდება, რომელიც პაბებს შეეხება, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ესეთი არაპოლიტკორექტული საუბარი რაღაცა მოწყვლად ჯგუფებზე ხდება პაბებში. და ამის დარეგულირება უნდა. ეხლა ნახე. პაბში არ იყოს ხისტი საუბარი თვალიკაცისგან, ისტორიიდან. აი და ახლა ეხლა შენ ხვდები, უბრალოდ ხვდები, როგორი ტოტალიტარული გახდა ლიბერალური იდეოლოგია. ჩვენ რო ვეძახით ლიბერალურ ფაშიზმს, ეს სრულად მეცნიერულია. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ძველი ტოტალიტარიზმი, რა ვიცით, რომ ადამიანს არ აქვს გამოხატვის თავისუფლება, ადამიანს არ აქვს პოზიციის ქონის უფლება, მას ასახლებენ ინდოქტრინაციას უკეთებენ. მე შენი აზრები არ მომწონს. ხო. ზოგადად ცუდი კაცი ხარ და რაღაცა როგორ არ ეკიქნება და დაშავებული. ვარიანტი არ არსებობს. ამიტომ და გამოგალპოთ ციხეში. ეს ფაშიზმია, მაგრამ მანამდე ეს იყო ბოლშევიზმი. მართლა ბერია ეს ამბობა, რომ был бы человек, статья найдется, რა და ეს ხოლმე უყურე, აი მოდელირება, ვეუბნები ამას. და არსებითად კი არ პასუხობს. რუსული შრიფტი რატო გაქვს ტელეფონში? საკმარისია, მე გიპოვიან ამას, კაცო, ჩაგიდნენ ერთი თვე მოვიდნენ, ჯვარი გწერია და ლაშჩი მოვიდნენ. არა, მე ერთი თვე არ ერთი ძამი რა თუნდა ვაფშე მიზეზი? ხო. просто დაკავებულია, იმიტომ რომ არის შალვა რამიშვილი და მორჩა. სუდია. შროკია მაგაზე, შალვა რამიშვილობაზე. რა თქმა უნდა. რუსეთის აგენტი. Minority Report ხო გააქვთ რა? ხო, ეგ სხვა არის მე. ბიჭო, არა, უყურე, Minority Report ძალიან კარგი, როგორც ნაწარმოების სამეცნიერო ფანტასტიკა, ჩემთვის ბევრად უკეთესი კიდე უფრო არის ფილმი. სადაც ამ თავარი კრიტიკის ხაზი რა არის, რომ არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენამდე და ამის ცხელკვალზე გასვლის გარეშე ადამიანს დააკისრო იმის ვალდებულება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, თუ ამისი რეალური мотиваცია არ იკითხება. და ანუ მთელი საქმე ხო მაგაზე ეწყობა რა ამ ფილმში რა საბოლოო. ჩვენ მივიღეთ ამ Minority Report-ის როგორი ლიბერალური პარადიგმა უყურე, ადამიანი რომელიც კი არ მოგწონს, ის რასაკვირველია შენთვის დამნაშავეა. იმას რაღაცა ექნება უკვე ისე სისხლის სამართლის საქმე იმას ექნება რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება შენ დანაშაული? უყურე, ხო ანუ მე როგორ ლოგიკაა? მე გურის შენ როგორ შეიძლება არ ქონდეს სისხლის სამართლის დანაშაული? თუ ისინი უყურე თუ მათ შეუძლიათ, რომ ჩვენი სამართლებრივი პასუხისგება განახორციელონ, როგორ შეიძლება ჩვენ არ ქონდეს? მაგრამ deepfake-ის ეპოქაში გაგიკეთებენ ბავშვს რო ჭამ. კი ბატონო, მე გავაკეთესია, ვინ არ უნდა ვცემოთ. ლევან გოგიშვილი არის, გოგიჩაიშვილი არის, ნომერ პირველი არ უნდა ვცემოთ. არა, მას არ უნდა დაარტყა თავში ბილტა, არ შეიძლება ეს. თავში მართლა არ შეიძლება. არსად არ შეიძლება, კაცო, თავში მithumet. იქ არ შეიძლება და თავში მართლა არ შეიძლება. მართლა არ უნდა ვცემოთ. არ უნდა ვცემოთ. არ შეიძლება. ხო, ხო. სიამაკ. ხო. არ საცემებს. კი ბატონო. გავუშვით. ეს რუსები ამ ქვეყანაში ისინი ვერ გაიმარჯვებენ. აი ამ წარმოიდგინეთ, აი ამ გიენების გასამარჯვებელი სად არის? აი ეს მართლა უკანასკნელი ჩმორები, რაღაცა თავი რო გონიათ, რაღაცა იარაღებით დარბიან, რაღაცა თავისთავი გონიათ. არავის არაფერს არ აპატიებს. ისინი იქნებიან ყველანი ძალიან მკაცრად დაშილები. არასდროს დააკრა. არავის არასდროს. არასოდეს არ შეიძლება ამ კაცის ცემა. ხო, ალეკო ელისაშვილმა დამიწერა. რომ შენო მიცნობო, კარგათო და ძალიან ცდებიო. მანამდე გავაკეთო დინარაძეს ვინახარ საცემები, უნდა არ შეიძლება ცემა, იცი? რაში ცდებიო, არაკაცი რო არის მაგაში. მე დაუწერ ეგეთი რაღაცა. კინტო ალეკო ელისაშვილმა არ ვარო კინტო? ერთი წუთით. კინტო ალეკო ელისაშვილმა რო დაარტყა დინარაძეს ბოზურად მეთქი. და ამაზე რო აღთვალებულები იყავით და ეხლა აღშფოთებული რო ხარ და აი ამ გარეწრის გალახვაზე მეთქი
ისინი ცალკე არსაცემები ხართ მე. შენო გეშლებაო რაღაცა მაინც არ მიცნობდე მაინცო და მაგას დამუქებულა და რა შემოსექსავდი აქ მეთქი ხო დამპირდი რომ უნდა მცემო და აღასრულენ უწერ მეთქი რა უთხარი რა და ვიც ეგ დაკვირდა რომ უნდა გცემო ადრე დამპირდა კი ოღონდ სანამ სიტყვის კაცია გავწდით ჩვენ ამ ხო მაგრამ ეგეც ხო იგივე ოპერაა კი საოცარ ადამიანს სხვა შორის ლევან გოგიჩაიშვილს ძველი სამეგობრო ძალიან წარმოსადეგი და პრეზენტაბელური ხალხია ლევან გოგიჩაიშვილის ძველი სამეგობრო ვიცი ეს ამბავი ხო რომლებიც არც ისე კარგად სუბუქად რომ თქვა არც ისე კარგად ახასიათებენ მას იმიტომ რომ გადაყვნენ შეიძლება ითქვას გადაყვნენ თავს გვერდში ედგნენ ყველა მიმართულებით და შეუქმნეს ილუზია რომ კაცია და აღმდა მე მაგათი ბრალი ყოფილა არა და ეს მე გადახტა გადმოხტა იმიტომ რომ დემოკრატია და რაღაც გაპანჩურდა ეგ არ უნდა რეგოზო გაპანჩურების დროს პიროდა რომ მე დეპუტატი ვარო არ შეიძლება ჩემი გაპანჩურება რატი რაც სერვისის მომსახურების რატი ამაღლობენ შეიძლება რომ არ ცემოთ ეხლა ხო ბიჭო არ უნდა რა სადღაც ბოლოში არის არსაცებების სიაში რატის არ უნდა ხო უყურე როგორ არის გავუშვით ნახე ეს ამბობს მეგობრებო მაგრამ ძვირფასო მეგობრებო რუსეთს უყურე კითხულობ ბელორუს უყურე ნაციონალიზირებულია ბელორუს ბანკები მაგრამ კერძო საკუთრებაზე და ბიზნესზე საუბარი საბჭოთა კავშირში გასაგებია ბიჭო კითხულობს არა უყურე ყველა მისის ვინც ამ უნდა მეც ვიძახდი რომ საქართველოს ბანკს დღეს რო გაიფიცა 95% აქვს ბელორუსის სახალხო ბანკის ანუ ყველაზე დიდი ბანკი ბელორუსის ერთ-ერთი ყველაზე არის საქართველოს ბანკი არის ის ტიპმა შეიძლება იცის და ესე ნაგლოთ არ მგონია ამიტომ არ უნდა ცემო არ ნაგლიან დებილია დებილია ერთიან მეორე არცოდვა არის ხო კი ბატონო მოდი კიდე ლაშა ბუღაძე არის მოდი რა მაინტერესებს ამ რეჩში ისე დროს დამთავრდა გვემ რას ითხოვს რომ ნაციონალიზება უნდა მოხდეს ბანკების როცა საბჭოთა კავშირი დადგება აქ ყველაფერი იქნება ნაციონალიზებული აი ბელარუსიაში ბანკს ხელი არ შეახოთ უნდა ზოგადად ბიზნესები 59%-ის განაკვეთი კარგია ზოგადად ბიზნესებო გაიღვიძეთ იმიტომ რომ ეგ რო საბჭოთა კავშირი იქნება აი ბელარუსში ბანკები ხო მე ნაციონალიზაციას და პრივატიზაციას ვუხრობ ისე ბელორუსში ბანკები ხო ნაციონალიზებულია და აგერ საქართველოს ბანკი არის ლაშა ბუღაძე გვინდა რომ გაუშვათ ჯოატო არა კაცო გაუშვათ მაგის მამის გაშვებას მე შეუნია საზოგადოების კიდევ ერთი მცდელობა რომ მოაწესრიგოს ის ქაოსი რომელიც შექმნა ის დანაშაულებრივი ქაოსი რომელიც შექმნა ივანიშვილმა საქართველოში იმიტომ რომ ეს ყველაფერი ვიქადის ძალიან დიდ პრობლემებსაც ეკონომიკის სფეროში, პოლიტიკაში ხო ისედაც არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ის ბიზნესები, ის ადამიანები, დასაქმებულებიც და დამსაქმებლებიც, რომლებიც უერთდებიან ამ პროტესტს უკვე ამ ფორმით, რომ ჩვენ ვხედავთ დიდი ბიზნესის და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებსაც მათ შორის მანიფესტაციებზე ისინი დგანანი ხომ და იღებენ პერსონალურად მოქალაქეობრივად მონაწილეობას ახლა ესენი უკვე თავიანთი დასაქმების ადგილებიდან მიიღებენ მონაწილეობას ვერ გავიგე რა ეს როგორი როჟა მე გეტყვი მაგრამ ძალიან კაი არის რომ თემურა ჭყონია რომელსაც ეკუთვნის საქართველოში მაკდონალდსი არ გაფიცა მან მაკდონალდსი და ჩვეულებრივად გააგზო მაკდონალდსი და 3-დან 6-მდე მუშაობდა. არა, გაფიცურლები ხო. როგორი თანამშრომელი ვიყო 1-2 ფოტოს გადასაღებად გამოსული მაგრამ მაკდონალდს ფუნქციონირებდა შევისწავლე. როგორც PSP სხვათა შორის. შევისწავლე, როგორი იყო, იცი? ის ვისაც უნდოდა რომ გაფიცულიყო 3-4-5 კაცი გამოდიოდა 5 წუთი გაიფიცებოდა 10 და მე უკვე სვლიდნენ მას. ჩემ ფავორიტი რა იყო? ჯერ სიას გადახედეთ? 300-მდე კომპანიაო რა 300-მდე ტრიკო იყო ყველაზე მაგარი კომპანია მაგარი იყო ნუ მაგ 300 კომპანია ტრიკო საიდან შეიქმნა ბიზნესის დახმარების პროგრამიდან აიღო ფული და უმეტესობა იქ იქნება ძმაო იქ მინიმუმ 200 კომპანია მაინც იქნება რომელსაც აწარმოებთან იქნება ძმაო გრანტი აღება უეჭველი გეუბნებით ამ მაგას და ტრიკო რას აწარმოებს ტრიკოებს აბა ნეტარას უნდა აწარმოებდეს ტრიკო რა პირდაპირ ვერ იყო წურაშვილი ვერ იყო წურაშვილი მომღერალი ვარ მე წამალ ტრიდიკო თუ რა ქვია მისი არის ეგ ტრიკო
ვერიკო ტურაშვილის ხო ხო და იყო ეხა არ ვიცი ვის უმეტესობა ბიზნეს ხარფს არ გეუბნება რა მართლა ან რო გეგონება რომ რაღაც უნდა ეწოროს მაკდონალდსი ეგეც კი არ წერია რა იმ სიაში რა და ჩემ ფავორიტი გაფიცვის ის მაინც იყო PSP რა რატო PSP არის კახა ოქრიაშვილის და მაგარი კაცი კახა ოქრიაშვილი ბაზრობს რომ მას უნდა ევროპული საქართველოს ევროპული მომავალი ევროკავშირის წევრობა და ევროინტეგრაცია და კაცი ბიჭო თავის პირით ლაპარაკობდა ერთ-ერთ ინტერვიუში რომ მეო იმისთვის რომ ფინანსური მოგება მიმეღო, კი რა წამლებიც შემოქონდაო, იყო შემთხვევები რომ 100%-იანი მოგებაო, მეტი პროცენტიანი მოგებაო, მიმიღია, იმიტომ რომ ვადებდიო ფასნამაცო. ბაჩო, ეგ ამბობს ვიდეოში, თორე ისე 500%-იან მოგებებზე გადის და რაც ყველაზე მთავარია კიდე, ევროპა თუ რამე არის გარდა ამ შრომ ჯერ ერთ იმაზეც ვილაპარაკოთ რომ გაფიცვა ზოგადად ვაფშე სხვა კონცეფციის ნაწილია ეს არის მემარცხენე თემა ეს არის მემარცხენე შრომელთა უფლებების რაღაცა ისეთი სრულად იდეოლოგიზებული აზრები სრულად იდეოლოგიზებული საკითხია მაგრამ ასევე სოციალური სახელმწიფოს იდეა თუ რამე არის ეს ევროპული welfare state არის უფასო განათლება უფასო ჯანდაცვა და ამ ჯანდაცვის ნაწილია რომ ამალი როგორც ვთქვათ ყველაზე რენტაბელური ბიზნესი არ არსებობდა ბიზნეს ისინი რა ქვია მაგნატ წამლის მაგნატები მაგნატები არ არიან ევროპაში ჯანდაცვამ ქნა ეს რომ საქართველოში გახდა ბიზნესი ნუ გავუშვათ ეს ფოტო თუ შეიძლება სენატორი ჯო უილსონი სლიპი ჯო და არა რა გასტრონომი ჯო ხო ეს არის ესე იგი კახელმა ერთმა ფერმერმა გადაუხადა და აპიარებს და ჩემი აზრით ტრიკოს გადაუხდეს ახლა. აქ არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კითხვა. უკან რატო არის ხო ბულგარეთის დროშა. ვერ მოტეხეს დროზე, სხვა ზაკაზი იყო. და ბიჭო თუ დააკვირდები ძალიან ბევრი დროშა არის. აი ფოტო რო გავადიდოთ ჩვენ რო გაგვაქროთ და უფრო რომ მოვაახლოვოთ ბატონი ჯო. ანუ უკრაინა ხო არის? კი. ამერიკა ხო არის ანუ თავისთავად. ის ამერიკის ალბათ სტატის დროშა არის რა? არა. უკრაინა ხო არ არის? ეს ხო? ეგ უკრაინაა კაცო ეგ უკრაინაა გური დროშები შემაშველე აი ეს რა დროშა ამერიკის მარცხნივ ამერიკის მარცხნივ ბულგარეთის თავისთავად აი ეს რომელი აი ბულგარეთის გვერდზე არა მგონია შეიძლება რა იცი ის რა დროშა აი ამერიკის პატარა დროშის მარცხნივ თეთრ წითელი ეგ მე მგონი კატარია ხო კაც ყველაფრის დროშა აქვს პროფესიონალი ბებია ის არის რა მუმიაში რო ბენი არის ვაფშე ყველა გადარჩენილი ყველა მაგიური სიმბოლო რო უდევს ეგ არის რა მე მგონი ზაკაზები რაც აღებული პროსტა იქ ვერ მოასწრო ყველა ზაკაზის მოტეხვა ატამი რა ტრიკოს შეუკვეთია ბილდოები რაღაცები ტრიკოს რამდენად ჩაი გუში ხო ვიზახეთ რომ რაღაც უსმაწოს რამდენად გააკეთებს რა არის ეგეთ ახლა ნოდიკო ტარტიშვილი გაგიეგდეთ ვინმე ქართველი ფრედი მერკური. ნუ ეს ცოტა ხმამაღლაა. რაღაცაში გავს ფრედი მერკურს ბუნებრივია. ბევრ ამაში არა. ხმას არ გულისხმობ, გავუშვით. ეს რო დახვრეტა ისევ არსებობდეს, ალბათ ჩვენ ყველას ერთად დაგხვრეტნენ. ხო და ამიტომაც არავის არაფერი აღარ უკურს დღეს, საერთოდ არავის არაფერი აღარ უკურს, მაგრამ მხოლოდ ეს არის მოსალოდნელი, თორე ეხლა რამე ჭკვიანოს და გონირულს რომ იტყვიან, ამის იმედი სიმართლე რომ გითხრა მგონი თვითონ ანუ მე ვერ გავიგე. ბიჭო 40 და 50 მედია დაწერეს კრიტიკული, რომელიც გაიფიცა. დიქტატურაში და ტირანიაში 40 მედია შეიძლება გაიფიცოს? გამორიცხული არის ეგეთი რაღაც კაცო, მაგრამ უყურე ძალიან კარგი სიუცე არის მართლა რეფლექსიისთვის. აი ჩვენ რო ყავდეს და ეგ რო ხედავთ არ ყავს აშკარად რა. მართლა კარგი მემარცხენე ხელოვანები. მაგალითად კინოში. იმიტომ რომ ეხლა გოდარი რო წამოაყენა, გოდარის დროს არ იყო ეს მემარცხენეობა. ამ ყველაფერს რო აკვირდებოდეს. რა მაგარი სიუცე არის შენ გააკეთო აი სიღრმისეული ძალიან მაგარი იუმორით და სატირით მიმდინარე მოვლენებზე პოლიტიკური კომედია სადაც უყურე რეები ხდება ანუ არარსებული მომღერალი ამბობს რომ ის დასახურებთა სიის ნაწილი იქნებოდა და თავს უტოლებს რა 20 ხელს და ასე შემდეგ ოღონდ თვითონ ემსახურებიან იმ დისკურსს სადაც განსხვავებული აზრი არ უნდა არსებობდეს სახიობები გამოდიან გაფიცვას აწყობენ და ბანკებს თხოვენ რომ დაუსუბსიდიროს გაფიცვა. ანუ გაფიცვაში აიღონ ხელფასი და გაფიცვაში გადაუხადონ მათ ფული.
მემარცხენე არტისტები მათ შორის ამას უჭერენ მხარს. ტიპები, რომლებიც რაღაცებაში პალესტინას და ღაზას სექტორს აპაძერშკებენ და ისრაელს ამბობენ, რომ არის ტერორისტული სახელმწიფო. ამერიკის საელჩოს პოსტებს გულავენ, აშიარებენ და ეს მიაჩნიათ ერთადერთ სიმართლის წყაროდ. ანუ იქ მკვლელს ეძახიან ამერიკას და ჩვენთან ეძახიან იმას, რა ქვია. სრულად დაცლილი იდეოლოგიისგან ოცეულობით ადამიანს კრეფენ სხვადასხვა ადგილებზე გაფიცვის ილუზიის შესაქმნელად. და ეს ადამიანები საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ როგორც PSP-ზე ვთქვით, არიან მაგალითად ყველაზე არაევროპული იდეის მომსახურე ხალხი. კი ბატონო. და ბიჭო, ანუ ამდენი მაგარი რაღაცა ხდება და იცი ქართველმა რეჟისორებმა რა ფილმი გააკეთეს? რა. არა, ევროპულ მას მომავალს ეს კანონი რა ქვია, გამჭვირვალობის შესახებ როგორ უშლის ხელს. საყო. ესა თუ შეიძლება აი ეს ფოტო ბოდიში მე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გოგოს დაუწერე რა თავის პროფილზე მე რაღაც ესეთი ნიშნის მოგებით მომწერა თავის პროფილზე ესე იგი პალესტინის და უკრაინის დროშა ქონდა ერთად და მეთქი რანაირად მეკობრეების დროშას დაამატებარემ თქო რა ეს ფაშისტები არიან კაცო არა ბიჭო პალესტინაში პალესტინას მათქონდა ამერიკის დროშაც პალესტინას ებრძვის ამერიკა ხო და ამერიკის დროშაც უნდა ქონოდა პალესტინა უკრაინა ამერიკა ერთად როგორ ებრძვის ამერიკა ნუ ისრაელი ხო ებრძვის და ისრაელი ამერიკა ხო და ნუ ისრაელი ამერიკაა რა იქ ასაფორდებდე ამერიკას და იქ გმობდე ამერიკას და ეძახდე რომ ჯალათი და ასაბი და აქ პირიქით ასაფორდებდე პალესტინას ასაფორდებდა და უკრაინას მოკლედ ჯიგარი ხარ მე პალესტინის და უკრაინის დროშა ერთად არ დგება ეგ იცოდეთ უეჭველი რატო უყურე როგორ არის მან განსხვავება შეუძლია განასხვავოს ყვითელი აკლია იცი რა მან ეგ როგორც შემთხვევაა იცი რომ კი კანონი შეიძლება არ იყოს დასაჯელი ხო შალვა რამიშვილო მაგრამ მაინც დასაჯელი ხო და ისე იმასაც მიესადაგებ აი ჯო უილსონს ახლა მეკობრეების დროშა რო ქონდა უკან იქნება აქ კაცო და მოტეხა რა და ამ მეორე მეკობრეები რომ უკვეთავე კაი რატო შეიძლება ჯო უილსონს ხელში ეჭეროს ატომები ყველა ვარიანტში ვიღაცა ფერმერი არის მისული ახლა კახელი გავატრაკე მაგრამ ვიღაცა ფერმერი არის მისული და აი კარგი ატომები გენმოდიფიცირებული არა და ასე ხო ნუ რა სად არის ერთ-ერთ ამერიკულ ფილმში სახელწოდებით Call Me by Your Name ესეც ცოტა უცნაური სცენა არის თავარი პერსონაჟი ატამთან და შეიძლება რაღაც მაგმიმარტებაში იჭირდება ჩურჩხელაც ეჭირება ხელს ხაზარაძის ჩურჩხელას დააჭერინებდნენ ხელში მაგას ხო შეხვდა ხაზარაძე კი და არ არის ფოტო ჯერ თუ არის არა ფოტო არის ხაზარაძე რო შეხვდა ჩურჩხელა უჭირავს ხაზარაძის ჩურჩხელა პატარა ჩურჩხელა ზარღვიან ჩურჩხელა გაჩერდი რა რა პრობლემაა? ბეიბი ჩურჩხელა. მაგრამ ხაზარაძეში მოტია, გაიგე და არ გადაუხდიდა $1500. ო, ეგა. ბაზარია. აი მართლა იქნება ერთ-ერთ მიზეზი იქნება. ჯანჯუხა, თან ჯანჯუხა. ხო არ გადავიდე. სახური ჩურჩხელა კი არა. მაგალითად აი ეს ფოტო რა ხო შეიძლება. ხო აი ვითხოვთ PSP და აქ ხახი შემუშავებს. რა თქმა უნდა. მაგარი გაფიცვა, აი ეს მომწონს ეს გაფიცვა. არა, ეს ერთი წამით დადგნენ და ბიჭო, ლევან სანიკიძე. გვაგვიდეო? უკვე ლევან გუბაზიჩი აღარ არის, ლევან სანიკიძე. დამოუკიდებელი ორგანიზმია. დამოუკიდებელი ორგანიზმი. უკარკაშოა. წავიდა. ქართული ოცნება დარჩება კვლავ დელეგიტიმირებულად. ამასთანავე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყოველდღიურად უფრო და უფრო მწვავდება პოლიტიკური პატიმრების საკითხი, რომლებიც დაკავებულები არიან როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციული წესით. ამ ადამიანების მიმართ არსებული აი ამ განაჩენების გადასინჯვა იქნება, განთავისუფლება, შემდგომში სტრასბურგში ახალი მოთხოვნების დაყენებასთან დაკავშირებით მათი როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამავე დროს სანქციების პოლიტიკასთან დაკავშირებით, როგორც ოპოზიციის სამოქალაქო სექტორის აზრის მოსმენა, ისე ქართული ოცნების გაფრთხილება, რომ კიდევ უფრო მძიმე დღეები ელით წინ. აი ეს ფოტო, თუ შეიძლება ფოტო გავაჩვენო. გავშტე ნახტება, დავთვალიეროთ, არ გაინტერესებს? რამდენი ფურცელი დაბალი ყოფილა ესთან დავიწყოთ აქედან ხაზარაძეა მაღალი ხაზერება აი ეს რას ნაჩოკი აქვს აი აქ მეკობრეების გაუტრაკე ამეკო აი რა ეხა სომალევმა მეკობრეებმა რო ფული შესწირო ბიჭო იქ მიშასავით ნახე რამდენი ფოტო აქვს გამოფენილი და ეს ფოტოები просто არ შეიძლება რომ ნახო რა არის ეს გასაგებია ეს არის ზმაო
ბუში, მამა. ეს ვის არის? მისტერ პიტკინი. ვალერი გაზაევი. არა, ეს ვიღაც პრეზიდენტებია, ხო, გასა. თუ არა, ცეცხლთან ის ფოტოს გადაიღება. ეს ცეცხლი. კარჩი არ არის. ისი ორდენი უკეთია. მაგა მეკობრეების. გაუტრაკა. ეს მეგობარი აქტია. არა, მე მართლა რა მაინტერესებს. ის საქართველოს დროშაა? რომელი? დროშები ყიდის აქციებზე დადის. ვაში პატარა დროშების ბიზნესი რომელი აბა? საქართველოს დროშა არ არის. უსაკებზე რაცა. თავარი ვერ დავინახე. ეგ მამუკამ ჩაუტანა. საქართველოს დროშა კი არა, ამას ექნება გერბები, აი თელავის. მამუკამ მის თიბისის მეგობრობის ყველას გერბი ექნება. ყველა მუნიციპალიტეტი. იქ ვისი სტატუეტკა უდევს? სად? ტრამპის. მამუკას მარცხნივ. ტრამპის. ტრამპის? ან მართლა ტრამპის სტატუეტკა უდევს. ტრამპია, ხო? ტრამპია. თუ კენედი, ის ტრამპის მაიკა ხო აცვია. ხო. ფაით. და რა გადავა ტრამპი და დადებს ფაით, ანუ ხელი რო აქ. ტრამპი გადავა დადებს, თქვათ, მეკობრეების. რამდენი დაუძდა შენი აზრით ეს ფოტო? მამუკას. 1000 $. ხო და კიდე 1000 და რაღაცა სერიოზული ფოტო გაეკეთებინათ რა. ესე კიდე $1000 და მუხლებზე დადგება. ეს კამერაში იყურებოდა, ესაც ჩემ ფეხებში იყურება, აგერ შეხედეთ მამუკას სადე იყურება. ის ვიჭურებს. ბიჭო, ეხა ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა მოგვაწოდა ძალიან მაგარი კოლაჟი პირდაპირ ვაგდებ ჩვენ ჯგუფში. ჩააგდე. და პროსტა ფოტოები გაუშვათ, ამას მართლა დროშების ბიზნესი აქვს ძმაო. შეხედა მაგარი კაცია, იმენა სააკაშვილი როგორ გონა ჩვენ მუმიას ბენი, ჯო ვილსონი ყოფილა. ეს მართლა ნიულავი ბიჭო, გავაზრეთ რეალურად ამერიკაში. ი პროსტა ის უფრო მუქი ფერის არის, თორე აი ეს ულაშები გაუკეთე და წავიდა. იმენა ეგ არის. გავიდა. დროშებიან ფოტოები დაიწყე. გავიდა. ნახე რამდენი რაღაცეები. ვიხარი. მედლების რაოდენობას. ეხა აქ დინამო თბილისი არ იქნება. 91 წლის დინამო. ის უკრაინელის ლეგიონის ამბავია. ყველაფერი აქვს თქო. ბიჭო, ჩემი აზრით შვედეთის დროშები და ისინი მოხუცრო ისა აქ. რაღაცები შეგვიძლია და არც უარ აგდებს. არკებს რო აგროვებენ თხემლის ბოჭს. მე მგონია რომ ეს ვაფშე ამ დროშებს გადავიდეთ. მადლობ. არა, კიდე გაუშვი ისინი. ეხლა ერთით გამოვთიშო, ჯერ ესე არ ხდება უცებ, ჯერ გამოვთიშო. როქსოუდეს ბიჭო თვითონ დროშებს. ამ დროშებს. ან დროშებიან ნასკას. მანქანა ექნება. როგორო? საქსოვი? საქსოვი ხელთეოსება. აბა, აბა გაუშვათ კიდე, მეგობრებო. ყველა ფოტო გაუშვათ რაც. იქ ნახე ის უდევს ბიჭო ფინეთი ხო ფინეთი და აქ ნახე ბიჭო კორეა ის რა ქვია ეს კუბა არ არის არა კოსტარიკა ხო კოსტარიკა კი ბატონო ევროკავშირი ის წითელი რა ჩინეთი დავიჯერო არა შანსი ვიეტნამია რაღაც რატო არა ჩინეთის რატო არ ედება არა ჩინეთი რატო ედება რატო არ ედება ტრამპს ეზასავება როსაჩინო ტრამპა მოიცა სი ძინპინი გაპატიჟა ინაუგურაციაზე რას ამბობ მაგარი სიზიპინი გაპატიჟა იმაზე. მადლობა გატიშება უდევს. კიდე ხ გააზრ სხვა დროშები. ანუ იმენა არილევა მასალა. აი და თუ შეიძლება. ნახე რა კაცია ბიჭო. ეს ყოფილა კაცი რო დაცილი ბიჭო. არა ტოპ კაცია ძმაო. რა დროშა არის ვისია? ბიჭო აუ ბოდიში ეს დროშა არ ვიცი მაგრამ კაი მადლობა გატიშება ისრაელის დროშა. ჰა? ხელზე ისრაელი. მოიც კიდეა სხვა დროშაც. კიდე გავიდა. აბა თუ შეიძლება? ეს რომელია? ეს შვედეთია. ეს შვედეთია. მადლობა. პუერტო-რიკოს დროშა ყოფილა ის ვარსკვლავებია. ხო. იდე არის. ესა? აი სახლოდან რა არის, აბა? აქაც რაღაცა სხვა ის უკეთია ჩინ მედალი. კაი, გასაგები. მან შვედეთი იქნება ან სერიოზულ მაყურს აკეთებს, მაო. ხო, ეხლა წარმოიდგინე ჩვენიდან ამდენი შეუვიდა და ესე რო ყველა ქვეყანა ბევრი შესლოდა ჩვენიდან. არა, რამდენი შეუვიდა თქო, ესე აუთსორსზე რომ მუშაობ. საქართველოსნაირ ქვეყნად. ბიჭო, რა გინდა? რაღაცა სხვა ის უკეთია ჩინ მედალი. გატიშეთ. ფრილანსერად ესე რომ. დიდი მადლობა მეგობრებო. ჯო ერთი წამი, აი ერთ წამი მეგეთყვი. ათი წუთია განაცემა დაიწყო ბიჭო რა. არა, თვითი მიდის, შეწაფად წავიდა. მართლა. ვა, ის გეგმაშავს. მე მგონი იმენა ეხა შემოვედით ეთერში. ჭოლა გვინდა? ჭოლა არ გვინდა. დოი მინდა არ არის დოი? არა, ეკა კვესტაძე? არაფერი არ დარჩა მართლა, ხო? როგავა არ გვინდა და რო გამოვა? რომ გაჩერდეთ. დიკო ჯოჯუა? დიკო ჯოჯუამ პირობას ვდებ, რომ ივანიშვილის გეგმა შეუსრულებელი დარჩება. პატა მანჯალაძე?
ამანჯგალაძემ თქვა სისტემური პროტესტი გვჭირდებაო. მე დებილობებს იძახიან ყველას და რა გავაკეთე. ხო. აი აქეთ არის უფრო ხელოვანი. სალომე ზურაბიშვილი? ბიჭო, ბახუტამ თქვა ძალიან მაგარი. ბახუტა გავუშვათ. აი ბახუტა გავუშვათ და ვსეო მოვჭით. უბრალოდ ქართული თეატრი ანდროს ზვიადის და გიორგის სახით დაპატიმრებული ყავთ დღეს. მაგრამ მაგას ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს, რატომაც ქმნიან ეგეცურად, რომ არის მის თითქოს ვერ ხედავენ ამ პროტესტს. ეგ შიშსაჩვენებს და აი მე ერთი წინადადება მაქვს შენ გასაკუთრებით სამინისტროს ვეუბნები რომ თუ ქართული თეატრი არის ეს ორი ადამიანი რაც შეიძლება დიდხანს ყავდეთ რამე მაინც გეშველება თუ ეს ასეა სამუდამო რომ მიუსაჯოთ არ შეიძლება რომ თუ ეს ქართული თეატრია კაცი არა არ არის ქართული თეატრი მაგრამ ხო ხსნია რა ქართული თეატრი ბიჭო საიდან მოუვიდათ ეს ის არა ძალიან მაგარია ქართული თეატრი შენ ხარ ყველას კიდია ჰეიტერი არ მოსულა ეგრეთო ქართულ თეატრზე მაგარი აგინახავს არასოდეს არა ვარ თეატრში ნამყოფი მე ვარ არასოდეს როგორ არ ხარ გაცნობ რაღაც ერთი ორი ხო ნუ კი მაგრამ ვერ მოვიდგინე მე სირე ხანს ხარ ნუ რუსეთში ვიყავი ალბათ სულ სპექტაკლებზე ვიყავი ხარჯი ვარ ერთხელ ნამყოფი სულ სპექტაკლებზე ვიყავი ალბათ მე ვიყავი იმდენად სულ სპექტაკლზე ჩემი აზრით ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კი ოღონდ ის სცენა არისო იქ კარგი ავთოვარსიმაშვილს როგორც რეჟისორს აღიარებთ ავთოვარსიმაშვილმა გადაიღო თავის დროზე როზმარის ბავშვის მიხედვით ქართული სერიალი აბსოლუტური პლაგიატი და კალკი ხო არა იქ როზმარის ბავშვი ქართული პროსე ისეთ ხარისხითაა რომ მე სამწუხაროდ სცენების გარდა თავდაპირველად არ ვქნახი მე ვიყავ მის სპექტაკლზე ბავშვობაში მე ზმოვიქნა ტრამირებული გამოვედი ყველაზე ცუდი იმდენად ცუდი სპექტაკლი იყო რა მაგან მე ჩემში მოკლა თეატრის მოყვარული ადამიანი. კი ბატონო, არა მე და ნუ მე მისი ფილმი ვნახე კაცო, კიდე ფილმიც რო გადაიღო და ის უარესი ჯობია და ნუ მოკლა. კარგი, ეს ჩემი პრობლემაა მე რომ თეატრში არ დავდივარ, მაგრამ აი მაგალითად ჩემნაირი ხო არის ბევრი. რატო მაშინებენ რომ თეატრი გაიფიცა და მე ყოფამეტირება. არა მე მართლა მაგრა ველოდები 21-ს მე რობიკოს ტრამპის ინაუგურაცია არის შევთვის მოსალოდნელი რავი რაღაც იანვრის პერიოდში რაც კი ხდება არც პრემიერ ლიგის თამაშები არაფერი არც ხვიჩას ნაპოლიში დებიუტი იმაზე მეტად მოდი არის ნეაპოლში აღარ ნაპოლში კი არა იმაში რა ქვია PSG-ში აი მეც კი ვიცი PSG-ში ვიდრე რას გააკეთებს 21-ში დოი მაგას ველოდები ყველაზე მეტად და უფრო მეტად ვიდრე ჩემ ჯინაზე უნდა მერაბის და უმარის მოდი რა მე ხო ვეზიზღები და მე მგონი ყველაზე მეტად მე ვეზიზღები საქართველოში დოის დოისაც მათ შორის კი ხო გამორჩა ერთ-ერთი გამორჩა ჩემ ჯინაზე არ უნდა გამოვიდნენ გარეთ რა არ უნდა შევიდნენ თეატრში ხო მაგრამ ანუ ვისაც დააკლებენ მე შანსი მეშინ ძალიან ხო და შეძით იმაში რა ქვია სცენაზე ითამაშეთ რა მაგრამ ეგ ძალიან მაგარი ანუ იმას რა ქვია ვიფიცებით თეატრებს მაყურებელს ვაკლებთ რომელიც ესე მოწყურებული არის ჩვენ თეატრში. იმას კი არა. ამაში ბანკებო მოგვეცით ფული. იმას კი არ აკეთებენ. სცენა გააქვთ, ფული გააქვთ. დღეს კიდე ძალიან მაგარი, კაროჩე, კულტურის სამეცნიერო გვერდზველი კინოცენტრის შენობასთან 3 საათზე ჰქონდათ ამ გაფიცულ კინოშნიკებს შეკრება. შენ მიხედი? კი, მოვიდა 3 საათი. არავინ არ არის რა. შენი ხარ? არა, ანუ მე კულტურის სამინისტროში ვიყავი რა და მოვიდა 3 საათი, არავინ არ არის. მოვიდა 3:30 მე რა ხდება რა შეხვედი არა ფულების ასაღებად და წამოხვედი კი და დაიწე მუდამწვით ხო გასავთ კმარელები სანამ მოვიდოდნენ რა გამხდები და როგორ გასუქდნენ დაცვის უფროს ვეკითხები რა ხდება და რაღაცა სამნი და კორო დაიწყო და ეკმარელე ვიქტორო ჩინოვნიკია როგორ ნოდარმელაძეს რო დაწინოდით ჩინოვნიკი ჭამს და თქვენ ბავშვია ბაჩომ შეჭამა ბავშვი შეჭამელი ყველაფერი მაკარონი ჩაყო მაკარონი და იმდენი მაკარონი იყიდა რომ ვაფშე აღარც არის აფიაკებში კი არა მაღაზიებში შენ სიტყვებს უკვე აზრი არა გამოვიდა ჩეჩქვიფულებით რა ფულები იყო რუბლები შენ ხო მოგეც პროცენტი და აი რა მიეცა რაღაცა მომიგდო ხორული ბიჭო რა მოიწედა და მას არა მოვიგე მაგითო ჩამოშო
რაც ეკუთვნოდა მე ის წამოვუღეთ. ჩვენ ბიჭო იმ სიას ესე მოვიდნენ. მაინც მართლა ძალიან მაქსიმუმ 20 კაცი. ვერც ვიდეო გადაიღეს. ვერც რაღაც სცენა დადგეს ვერაფერი. სადღაც 5 წუთის მანძილზე დაუსტვინეს და წავიდა. ფოტოები დადეს просто. всё. ბიჭო, შენ თანამედროვე სამყაროში თავარი ხო აქმა და არა ფაქტია და ფოტოები ხო დადეს? ხო, ფოტოები დადეს. კარგად ძაღლები, მეგობრებო, მოდი თქვარამდე რა. კარგად.